ჭარბობს ის აზრი, რომ ყველანი რატომღაც გამხდრები უნდა ვიყოთ და ყველას უნდა გქონდეს იდეალური გარეგნობა, რომ მიმზიდველები ან საინტერესოები ვიყოთ. და რა თქმა უნდა, გარდატეხის ასაკში ძალიან ხშირად დღესაც რასაც უყურებ, რაღაცა ეპიდემიასავით არის კვებითი აშლილობა და ძალიან გადამდებია რაღაც კუთხით, როცა ხედავ, ძალიან საშიში ველები არსებობს ასევე სოციალურ ქსელში, რასაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, თქვათ მოზარდები როგორ იყენებენ ამ სოციალურ ქსელებს, იმიტომ რომ არის ძალიან საშინელი პოსტები, გვერდები, რომლებიც პირიქით წახალისებას აკეთებენ კვებითი აშლილობების და ძალიან თუ შეგხვდება, მოკლედ დავარეპორტოთ, იმიტომ რომ ძალიან ცუდად მოქმედებს ეს ყველას მენტალურ ჯანმრთელობაზე, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ძალიან ბევრმა რაღაცამ იმოქმედა ერთად. იმანაც რომ რაღაცა საბალეტო სტუდიაში დავდიოდი და ყოველთვის მქონდა იმის სურვილი, რომ ყოფილიყავი გამხდარი, იმიტომ რომ კონკრეტული სტანდარტი არსებობს საბალეტო სტუდიისთვის, მერე უკვე ქორეოგრაფიული სასწავლებლისთვის საერთოდ უნდა აუცილებლად ჩაჯდე ამ სტანდარტში და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არ ჩავაბარე რეალურად ქორეოგრაფიულ სასწავლებელში იყო ეგ. რომ არ მქონოდა და მაკამ ბებია ჩემმა მითხრა პირველ რიგში ეგ, რომ უნდა გაწამდე რომ აი ამ სტანდარტებში ჩაჯდე მუდმივად მთელი ცხოვრება უნდა იყო რაღაცა დიეტებზე, უნდა ივარჯიშო ყოველ დღე და ასე შემდეგ და იმ მომენტში აი გარდატეხის ასაკში რო ხარ და თან ისედაც ძალიან დიდი ჰორმონალური ცვლილებები რომ მიდის შენს ორგანიზმში და კიდე რაღაცაებს რო აძალებ შენს თავს ძალიან დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს ეს